გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს თქვენზე ძილის წინ, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი ვიზუალურად, ჩემი პატარა დღეშია. არ მიაქციოთ ყურადღება. ვიზუალურად წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. რას ფიქრობს ახლა, ანუ ძილის წინ, შეიძლება ახლა არ იცინებს ამ მომენტში თქვენი ადამიანი, თუმცა ღამეა და ვიგულისხმოთ, რომ როცა იცინებს, მაგ მომენტში რას ფიქრობს თქვენზე. პირველ რიგში. თქვენ ხართ ძალიან მიმსიტველი და ის მართლაც თქვენზე ფიქრობს. პირველივე არკანში ამოხვედით თქვენ და ის ფიქრობს, როგორ იზიდავთ თქვენ მას. თუმცა რაღაცას არ ეუბნებით ბოლომდე შეიძლება ითქვას. მარგო, გადავარდები, რას აკეთებ? რატო იქცევი ასე? ჩემი შუქანი როგორ გასუქდა? ბუთხოზა. კარგით, კიდე რას ფიქრობს თქვენზე, თქვენი ადამიანი? ამას თქვენზე ფიქრობს თუ მისი? დიახ, ის ფიქრობს, რომ მან თქვენმა ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი, გადახდა როგორც უნდა გააკეთოს არჩევანი და გადმოდგას ნაბიჯი თქვენსკენ. ეს შეიძლება იყოს, რომ შეგეხმიანოთ, შესაძლებელია ასევე საჩუქარზე ფიქრობს, რაღაცის ჩუქებაზე ფიქრობს და ასევე ფიქრობს იმაზე, რომ თუ თვითონ არ გადმოდგამს ნაბიჯს, თქვენ დიდი არჩევანი გაქვთ. ასე ვთქვათ, არის ხალხი, ვინც აპირებს თქვენთან ურთიერთობის დაწყებას, ან შეიძლება უკვე გადმოდგმულიც აქვთ ნაბიჯები ამისთვის. უბრალოდ თქვენ არ ირჩევთ არავის და ჯერჯერობით თქვენ ფიქრობთ, ამას ფიქრობს. კიდევ რას ფიქრობს? ძვირფასებო ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეა. უბრალოდ ის ფიქრობს ასე. კიდევ რას ფიქრობს თქვენი ადამიანი? მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს შეშები, რაღაც ბარიერი არსებობს თქვენს შორის მისი აზრით, მიუხედავად ამისა, ის მაინც არ აპირებს რაიმეს შეცვლას. კიდევ რას ფიქრობს თქვენი ადამიანი? ფიქრობს, რომ შესაძლებელია თქვათ ეს ურთიერთობა მისი აზრით რასაკვირველია არის დასრულებული, შესაძლებელია თქვენ დაასრულეთ ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში ასე ვთქვათ არ არსებობს გამარჯვებული, მიუხედავად ამისა, მას აქვს უდიდესი მიზიდულობა თქვენს მიმართ და მას სურს, რომ იმოქმედოს. კარგით, თუ მიაჩნია მას, რომ ურთიერთობა არის დასრულებული. მოქმედებას რაღა აზრი აქვს, მისი აზრით, რა ლოგიკა ამაში? ესე გიცით, მეხმართა ჩემი როგორ არის? მესამე პირი, რომც არსებობდეს თქვენს ურთიერთობაში, ან მისი მხრიდან, ან თქვენი მხრიდან, ეს არ არის წინაღობა მისი აზრით.
მაინც სურს მას თქვენთან ურთიერთობა. მაინც. ამის შემდეგ რა კითხვა უნდა დავამატო ძვირფასებო, რა ვიცი. კარგით, უბრალოდ გამაგრძოთ კიდე რას ფიქრობს თქვენს. ფიქრობს, რომ შესაძლებელია ის ახლა ამ მომენტში არის წარსულში, არ მოქმედებს, არაფერს არ აკეთებს, თუმცა დადგება დრო მისი აქტიურობის და ის გააქტიურდება. და რას იზამს? მართლა თუ კი აპირებს ნაბიჯების გადმოდგმას, რას იზამს? ესე იგი ნაპოლეონის გეგმები აქვს. ანუ დაგიბრყობთ, ამას ფიქრობს. როგორ აპირებს ამას? ვართო ჩემო, ანუ როგორ მისი ქარიზმით, მისი სექსუალურობით, ტემპერამენტით, მისი ძალით, ასე ვთქვათ, მოგონოსხავთ. როდესაც ის მოვა თქვენთან, თქვენ ვერ გაუძლებთ ცდუნებას მისი აზრით. ესეთი აზრები აქვს, რომ ესე იგი ადამიანი საკუთარ თავს თვლის, რომ მის წინაშე ძნელია, ასე ვთქვათ, თავშეკავება. კარგით, კიდევ რას ფიქრობს ამის გარდა? ფიქრობს, რომ თქვენ მასთან თავს ძალიან კარგად იგრძნობთ, როდესაც ის ეცდება თქვენს მოხიბლას, ასე ვთქვათ. კიდევ თქვენის თავიდან შეგეყვარდებათ. დიახ, ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. შეძლებს ის ამას, რაზეც ფიქრობს. ძალიან გაუჭირდება. აქ ძვირფასებო, ესე იგი საკითხი არ დგას, ასე შეძლებს თუ არა. რა თქმა უნდა, რა გეგმებიც აქვს, რა ამბიციებიც აქვს, მისთვის რთულია ამის განხორციელება, რა თქმა უნდა, და ამაზე ურეასრი არ არის. უბრალოდ აქ არის საქმე რაში, რომ ის საკუთარ თავს უცროებს იმედს ამით. ეს არის რაღაც კარმა. და ეს გზა მან უნდა გაიაროს, ანუ ის იმედგაცრუების გზა, რასაც თვითონვე უკეთებს თავის თავს, მისი გასავლელია, ეს კარმა თვითონ უნდა დაწვას, ასე ვთქვათ. კარგით, დავანებოთ მის კარმას თავი, უბრალოდ ვიკითხოთ, რას ფიქრობს თქვენზე ძილის წინ. თასების მეფე ამოვიდა ძვირფასებო. რაღაც სიყვარულის ბოშტი გაუსკდა რა იცი. ფიქრობს თქვენზე, რომ უყვარხართ, ფიქრობს თქვენზე, რომ აქვს გრძნობა თქვენს მიმართ, თუმცა ამ გრძნობას ის ვერ ამყარებს ქმედებით, ანუ მყარი არ არის მისი პოზიცია. საკმარისი არ არის მისი სიყვარული. ქმედებებიც უნდა მოაყოლოს ამას. თვითონვე ფიქრობს ამას მის თავზე. კიდევ რას ფიქრობს? პრინციპის საკითხია მისი აზრით, რო არ მოქმედებს, თუმცა არის ძალიან დამოკიდებული თქვენზე. ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ძილის წინ არ ფიქრობს თქვენზე, მუდმივად თქვენზე ფიქრობს.